მოგესალმებით გუფასო სტუმრებო და მოგესალმებით გუფასო ტელევიზია. უსტავი 2 კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალისო და გასართობ შოუს გააცინე და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს რომ მოხვდეს ჩვენს გადაცემაში, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე გააცინე ზაღლუკა rustavi2.com ან მობრძანდით სანდრო ეულის 5 ნომერში ან დაგვირეკეთ ჩვენს ტელეფონის ნომრებზე. ახლა კი ჟიური ალეკო მალხაზიშვილი და ვანო ჯავახიშვილი ხო შემოგძანთ. გამარჯობა როგორ ხართ? სასიამოვნოა ძალიან. დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ კიდევ ერთხელ ამ ძალიან სიამოვნებს რომ აქ ხართ. როგორ ხასიათზე ხართ? მე გადასარევზე იგივე შეკითხვა მაქვს. თქვენ როგორ ხასიათზე ხართ? ნუ ალბათ ჩვენ ხასიათს უფრო მნიშვნელობა აქვს ამ შოუში, ხო? მარტო თქვენ ხასიათს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე არ მაქვს ძალაუფლება რომ თანხა გავცეთ. თქვენ გაქვს ეს ძალაუფლება და ამიტომ მითხარით. დღეს თანხა გავა თუ ვისე ვიქნებით რა, ეს ეგრევე დღეს კაი ხასიათზე ვარ მე. ანუ შენ გასცემ თანხას. მე გავცემ თანხას. ეს უკვე საკმარისია, რათა მეგობრებმა მოიგონ ბევრი ფული. შენ სახე გექნება სერიოზული დაავადებული. თუ იღიმის ეგ. ეგ არის წესები ეგეთია. განწყობა სწორი აქვს თქო თქვენი ადგილები დაიგოთ მე ჩემსად მოგესალმებით ყველას გამარჯობა. დასხედით ვიფასო ჟიური დასხედით. მე ვიტყვი რა არის ეს ბორდი ტრადიციულად ახსნი მონიტორი რომელიც შუაზეა გაყოფილი და აფიქსირებს ჟიურის სახეებს ღიმილს ვერ გამომაპარებენ. სამი ღილაკი ლურჯი თეთრი და წითელი. ლურჯი ნიშნავს რომ 1 წუთი სათულად დაიწყო, თეთრი რომ 1 წუთი ამოიწურა, ხოლო წითელი რომ გაგვეღიმა და გადის ფული და გადის. გადის ფული. ყველაფერი გასაგებია. შეამოწმე რა ხდება სეიფში. თანხა არის. თანხა არის. ანუ ყველანაირად შეგვიძლია დავიწყოთ. ყველანაირად შეგვიძლია მოვემზადოთ. პირველი მონაწილე ქეთევან რომელაშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა. ეს გამოვიდა. ქეთევან ზემოთ და ქვემოთ ჩამოვედი. გამარჯობა ხარ. რამდენი წლის ხარ ქეთევან? 9. 9 წლის. შვენიერია. და ვინ ხუმრობები ვინ დაგიწერა? დედა. თუ შენ. დედა. დედიკო, კარგად ისწავლებენ? კი. და სასაცილოა. რა ვინაწილობრი? ხომ არ ნერვიულო? არა. არა. საყვარელი კერძი შენი არის შაურმა? რატო? კუჭებს კუჭს. ხო? და საყვარელი სადღირზელო, ანუ გითქვამს უკვე, ხო, გაუმარჯოს მშობლებს. კი. ლიმონათით. ან სოკე. დავიწყოთ. ხარკეთი, ხო არ ნერვიულო? არ ნერვიულობ, უბრალოდ სკამი ჭირდება. ვაი შენ შემოგევა. სკამი თუ შეიძლება. კი ბატონო. სანამ შენ სკამზე დაჯდები, მე წესებს აგიხსნი. 5 წუთი გაქვს. პირველი წუთია 50 ლარიანი, მეორე 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარი და მეხუთე 1000 ლარი. შენ შეგიძლია წარმატებული წუთის შემდეგ ფული აიღო და წახვიდე. მაგრამ თუ დარჩები, ლარი რა არის? ლარი, არიცი ლარი რა. ლარი საჭირო რამეა, აიგდებს ბევრი და შენ უნდა წაგვართვა ბევრი. მაგრამ გაფრთხილებ, თუ ვერ შეძლებთ მათ გაღიმებას და გააგზელებთ ამას ფულს დაკარგო. ყველაფერი იცი, ერთი სიტყვით ყურადღებთ ლაპარაკობ ამდენს, ჩემზე ჭკვიანი ხარ ასი თავით. დავიწყოთ. 3 შესავალი. აბა მიდი შესავალი. სიტუაცია მერის არჩევნები. მერის არჩევნები. თავიდან შემოდიან ბატონი მიძინა ივანიშვილი და მას ხელით მოყავს ირაკლი ღარიბაშვილი და თან ეუბნება. ეხლა დავიწყოთ. 3-2 თან ეუბნება. 1 წამოდი კაცო, წამოდი. რა მორდებული ხარ? ყველაფერში მისვლა გჭირდება. ხო, რა სწავლა და იმახსოვრა რა უნდა შევხაზო. 4-1 50 ხო ყავდა. დაგებატამინა. ვანო ჯავახიშვილს გაეცინა მე-11 წამზე, კარგი იყო. პაროდიები, მივხვდით, პაროდიები იქნება ალბათ. ესე იგი დიდი ეშმაკი ბავშვი ხარ შენ. კარგი დასაწყისია. ქეთი გილოცა 50 ლარი შენია, აპლოდისმენტები. ნუ დაიბაღმებით აპლოდისმენტები. კარგია, ვაგზელებთ? რა თქმა უნდა ვაგზელებთ. მოვემზადოთ სიჩუმე. 3 2 1 ხო, რა სწავლა და იმახსოვრა რა უნდა შემოხაზო. 4-1 50 ხო გაიგე. დაგებატამინა. დამახსოვრა, ამლაგია ინტერნეტ დამახსოვრა. 4-1 ხუნდი არ შემოხაზო, არ დაგუპო. ერთი მეტავინა. არა კაცო, რა ერთი ხმა ჩაბგდი. 4-1 50 ამაზე. კომკოდე ამაზე. კორგიო. მე მეტიკალა შევილაკეს და მე მიყავენი. შევილა ბანძბან შემეტინე სეფეხსაცმელები და რიქს ცხავენია შევილაკეს და მე მიყავენი. აჰა, ეს საფლელები წაკი ყოფილები. ნუ გახედე ალეკო, შენ გაგეგინა, შენ.
რა გავერი, ნუ გავერთე. დავამეორო. გავერთე ხა ბავშვი გაერთე და გაგეღიმა. ძალიანაც კარგი. 100 ლარი შენია. აპლოდისმენტები. აი. ამისი არ არის, 100 ლარი არის დედას. დედასი. 100 ლარი. როგორ გაიყობს ოჯახი? მაგაში მაგაში არის 200 კამფეტი. რომელიც მოყვა 100 ლარი. ნახოთ გავამრავლებთ თუ არა კამპეტებს. 100 ლარს. 50 დაკმაყოფილდებით თუ გავაგზავნებთ თამაშს. გავაგრძელებ. დარწმუნებული ხარ? არ დავკარგოთ 100 ლარი. მოიცა ერთი წუთით დაფიქრდი შვილო. შვილო, შენ ხარ პატარა ეხლა. 100 ლარი არის 200 კამფეტი, 50 თეთრიანი 200 კამფეტი. 20 თეთრიანი რამდენია? ეგ დაფიქრდი. აგძე. აგზელებს, ხედავ ისე იგი როგორი ბავშვია, ხედავ ნუ. აი ეს. აი აპლოდისმენტები. მოემზადე. 3 2 1 ой, დამოიწყოს. კარგი რომ დიდი ყარა ყველანი მოდიოდნენ და მეც იმითო წამოგიყვანე რომ მოდი აბანოდარი. აი ჩვენც მამადი თუ არისა. ვინახართ აბა რამდენი ხარ? დადეკით რომ კარგად დაგინახოთ, თორე წნევა მაქვს ახალი წელი და 14 და მიჭირს ხოლმე დანახო ადამიანებისა. და წავიდეთ რა, რა გვინდა წავიდეთ რა. საინა წავიდეთ ნოდარი. მიესალმე ჯერ უფროსებს შვილო. ეგასწავლე მე. არა ხლა ვითომ მარიცოდეს როგორი ზრდელი და ხამახი შევილიყავს. რაგინამ თუ არისა? ჩემი შვილი არის უზრდელი, შენი არის ზრდელი. ხო, გივი, ვითომ კაი პონტია აქა? პროფილში წასვლას ჯობია, ვითომ? ჰა? ჩემო, ულამაზესო. ძალიან დასანანია, ძალიან. ძალიან დასანანია. ერთი წუთი ხო, ნუ რა ვიცი, მე გაგაფრთხილე ქეთუშ. ძალიან ცუდია რა თქმა უნდა რომ წააგე, მაგრამ პატარა ხარ ეგ არის ძალიან კარგი. ანუ კიდევ ბევრი გაქვს წინ. მე მინდა ერთი რამ თქვა რა, რატომ ვფიქრობ რომ არ იყოს სწორად გაკეთებული პროგრამა, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ნანახი გქონდა ეს ყველაფერი სხვა ბავშვებისგანაც. პირველი ნუ პოლიტიკა საერთოდ მოვაშოროთ ბავშვები პოლიტიკას, ჩემი რჩევა იქნება. და ეს პაროდიები მთვარისაზე და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ბავშვის შესრულებით გვაქვს ნანახი. ანუ იყო უბრალოდ პაროდიები, არ იყო იუმორი არიდო, ანუ რაღაც ხუმრობები არიდო. აი გოგო ხარ ძალიან უბრალოდ ვეთანხმები ალეკოს, იმიტომ რომ ესეთი პაროდიები უკვე ძალიან ბევრია. დიდი დოზით არის უკვე ამ გადაცემაშიც და ზოგადად ინტერნეტ სივრცეშიც. ამიტომ იყო ცოტა ესეთი რა, ანუ ჩვენთვის ნაცნობი იყო. ნუ აქ უფრო საყვედური დედას, იმიტომ რომ დედის დაწერილიაო და დაწერილი არაფერი არ იყო აქ ფაქტობრივად. უბრალოდ პაროდია იყო, ანუ ხუმრობები არ იყო დაწერილი. ხუმრობების გასვლა. დიდი მადლობა რომ მოხვედი. კიდე გელოდებით ამ ძალიან კარგი გოგო ხარ, აპლოდისმენტები. ძალიან მომეწონა ეს პროექტი. მე ვუყურებ ყოველ კვირას და ამიტომ გადაწყვიტე აქ მოსვლა და ყველა ვინც აქ მოდის, უსურვებ მოიგოს 1000 ლარი, ან რამდენი მას სურს. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იზრდება. იმედი არჩევებს გაითვალისწინებს. არის. განსაკუთრებით უხდებათ ხოლმე ბავშვებს, როცა ესეთ პოლიტიკურ პაროდიებს აკეთებენ. უხდებათ, მაგრამ მაინც ვეთანხმები ალეკოს, რომ ცოტა ბავშვებისთვის ეს გვესმის, რომ ყოველდღიურად უხდებათ ამ ადამიანების დანახვა ტელევიზიით, მაგრამ მაინც ადრია ჯერ პოლიტიკაზე. არჩევებს გაითვალისწინებს დარწმუნებული ვარ ქეთი. ნახოთ შემდეგი მონაწილე რას იზავს. რუიზან ჩალაძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად. 74 წლის ბრძანდებით, როგორც ანკეტაში წერია. დიახ. დიდი ხანია იუმორთან გაქვთ ესეთი შეხება აქტიური. კი, ჩვენ ჯიჯილაკს დედის და მამის მხრიდან ძალიან ერთად რო შეიკრიბებიან ხოლმე მოსმენად ღირს ისეთი იუმორის გნობა აქვს ყველას და მახსოვდებოდა ხოლმე ეს ყველაფერი და მომეცა სურვილი რა კიდე ასეთი გადაცემა გაქვს და მეც რაღაც ხო, გადაციდოთ. ესე იგი, მოგების შემთხვევაში 4-ვე სტუდენტ შვილიშვილებს დაურიგებთ თანხას. კი. ანუ რამდენის მოგებას აპირებთ? თუ 400 ადვილად იყოფა. ხო. 1000-იც ადვილად იყოფა. ყველაფერი 400 და 1000 შეიძლება უფრო მარტივად გაიყო. ისა 1000-ისა მეშინია რაღაცა ისეთ სახეს დაიჭერთ ხოლმე რომ ტრისას, ხომ ტრისას. ტრისას. ხო, ნუ გასაგებია. და მოგვიმზადეთ.
ისა უპირველეს ყოვლისა მინდა რომ მოგიყვეთ ცხოვრებაში გადამხდა საკვირველი რამე ხვლიკებს თურმე შეძლებიათ ღიმილი და უკვე სასაცილო ხომ არ დავიწყოთ არა არა რა ვიცი ეგ ისე ყვებით დროის გარეშე კი ბატონო რა შეუძლიათ ხალხო ხვლიკებს შეუძლიათ ღიმილი და მადლიერების გამოხატვა უი მე პირადად ნახე მართლა დაკვირვება ნამდვილად არხის წყალი მოდიოდა ჩვენ ვენახთან ახლოს ეს ხوار დავიწყოთ თუ უბრალოდ შესავალია უბრალოდ ამას ისე გიყვებით ისე ყვება კაცო რა გასაგებია უბრალოდ აი მადლიერების სახე მაინტერესებს ხვლიკის ხო აი მაგას გიყვებით ახლა როგორი სახე ქონდა გაფოტო გეტყვით ახლა ხო ჩემო ქარმა მითხრა რომ ისა ბუთში წყალი ჩაასხიო სათავსო ბორდო სითხისა ხო და ჩავიხედე და ხვლიკების ოჯახი ვნახე ცოლი ქმარი და პატარა ხვლიკი სასეილოთ იყო გამოსულა ხო და შემენანა რომ წყალი ჩამესხა შიგნით და ჯოხი დაუფარჩხუნე და მივაყუდე და გამოერიდო და იქ მოიფიქრო და მოვიდნენ მეთქი მაგრამ ვერაფერი მოიფიქრეს ხო მე მივედი და დაველაპარაკე ეხლა ხვლიკები ხართ და რა ვქნა უნდა წყალი ჩავასხებთ ჩავასხი ერთი ვედრო წყალი და გეგონება გაუხარდათო მაშინ მეორეც ჩავასხი და აი მაშინ კი შიში ვნახე იმათი დაჭყეტილი თვალები და უკვე ამოცოცვა უნდათ მაგრამ ბუტი იმ სიმაღლეა რომ ერთი ტკაველი გააკდება და ისე უკან ჩავარდებიან ხო და ისე შემებრალენ რომ ის ხორკლიანი ჯოხი ხელახლა ჩავყავი იქნება ეხლა მაინც მოიფიქრე მეთქე მართლა მოიფიქრეს რო აცოცა და აღარ აქვს ამოსლის თავი და ეგრე ვისრიალე გადავაგდე ერთი ხვლიკი ახლა მეორე და პატარას აღარ აქვს არაფრიშნო გაშავდა რა სიმწრისაგან მე ორი ჯოხში მოაქციე თორე საერთოდ ქვეწარმავლებზე ვიჯაგრები ისე არ ვიყვარს და ისიც გადავაგდე მეორე დღეს ჩემო ქარმა მითხრა რომ ჩამომიტანე საჭმელიო შუა დღისასო ვენახსწავლი და ჩავიტანე საჭმელი და დაუძახე შორიდან რომ ქოხში და დავკიდო და მივდივარ მეთქი სახში და დავინახე აი 1 მეტრის ჩემგან დაშორებით ორი ხვლიკი მოვიდა და კუძზე და უკანა ფეხებზე შედგა და თურმე 5 თითი აქვს და ასე და პირი აქვს გაღებული ბოლომდე და თვალები უციმციმებთ ის დაჭყეტილი თვალები ხომ ახსოვდა შეშინებული ეხლა უციმციმ ასე თვალებში ვიყურებენ გაოცდი ხვლიკის ერთი ხასიათი ვიცი ადამიანის დანახვაზე ბართ შევარდება ხოლმე და ეს გამიკვირდა ძალიან და მინდა ეს იცოდეს ყველამ რომ ხვლიკებს შეუძლიათ ანუ ეს მადლიერება გამოხატეს ხო ესე გამოხატა სიცილით შეუძლიათ სიცილით ესე არა სასტავი ხო არ მოიყვანა ეს იყო არა ორნი იყვნენ ხოლმე ის შვილი ვერ მოიყვანეს ძალიან კარგი ისტორია იყო მე მაინტერესებს წესები ვიცით თუ შეგახსენებთ კი ვიცით აი წარმოტებებს გისურვებ დავიწყოთ მადლობა 3 2 1 ჩემი შვილიშვილი ნიკა თავის დედას ჭყმას აძალებს და ის კიდე ეუბნება დედა მუცაში როცა ვიჯექი და შენ ბევრ საჭმელს ჭამდი იცი რომ სულ თავზე მეყრებოდაო ნიკა 7 წლის იყო რომ კოლა პაპა ეუბნება რომ ჩემი მოსახელი ხარ და ასეთი კარგი ბიჭი ყველაფერი შენ უნდა დაგიტოვო ჩემი სიკვდილის შემდეგო ნიკა ეკითხება პაპი როდის უნდა მოკვდე სოფელში ცხოვრობდნენ ძმები ანზორა და ლადო. ორივე ჭკუანაკლი იყო. მეზობელი ეძახის ლადო, ჭიშკრიში გინდა ხმაისმის შეშის ხეჭსა. არავინ აგონებს. შეაღო კარები და ანზორას აყვედურებს. თავი რო გავიხეთქე ძახე ლადო, რატო არ მაგონებ? მე ლადო ვარო. ჩემი ქმარი დღენიათო ჭკუარს არიგებს. ალეკოს გაეღიმა, ეგონა ვერ დავინახავდი, მაგრამ დავინახე. გაგეღიმა. რაზე? გავაგრძელოთ. რაზე გამეღიმა, იცი, აი ეს ლადოვა რო აბა ვის ეძახდა უკაცრავად. ანზორა და ლადო ხო ძმები იყვნენ ჭკუანაკლები. ძმები ყოფილა. კი, და ანზორა შეშას ხეჩავდა. და არ გააგონა რა კი ლადოს იძახოდა რა. აი, ეგ არის. ეხა ხომ ანუ არასწორად გავიღიმე და თავიდან შეგიძლიათ. არ შეიძლება. კარგია. 50 ვარი თქვენია, აპლოდისმენტები. ჩვენ ხელები უნდა ავწევთ ესე ხელები. ხლიკივით. ვაგრძელებთ თამაშს. კი. დაფიქრდით. კი. 50 ლარი რამდენი კლაპია? 106. რაშიათ კლაპი? ანგარიშო. კლაპი მინდაარო. კლაპი არ გვინდა. ანუ 50 ლარით არ უკმაყოფილდებით? არ მაყოფილდებთ, აი, ვაგრძელებთ. გავაგზავნოთ. 3 2 და 1. ჩემი ქმარი დღენიათად ჭკუაზე ბარიგებს. მაგალითად, მეზობელი მეძახის, მე ვაგონე ბატონო, მოდი, ჯერ გახედე, იქნება არ არის შინ შემოსასვლელი. გავხედე, გზაში დამაწია. უთხარ არა გვაქვს თქო. მეზობელმა მითხრა თავის სათქმელი და წავიდა. შევედი სახში თუ არა მეკითხება, ვინ იყო და რა უნდა და მე ვპასუხობ, თამილა იყო და მითხრა ნანა რო დაინახო, უთხარ ჩვენსა გამოვიდეთ, გადაუდებელი საქმე აქვს. მე რა შენ რა უთხარი? არა გვაქვს მეთქი. არა ის ასე. გავაგზავნოთ, რო გადის.
კოლაფს აგზური მოიტანა სახში, ზღვაზე აპირებს წასვლას. მე მეკითხებ, რამდენიმე 40 ლარი. რა, დედაკაცო, გეძვი რა, პირიქით იაფია, მაგარი საგზური ოთხნი ვისვენებთ. გიორგის გადავხადოთ მადლობა რა, რაღაცა დაჟინებით მიყურებდა. ვინა? ფაქტია რომ გიორგი გაგეგება. მოგაგებინათ ახლა 100 ლარი. არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოვიგეთ, მაგრამ ფაქტია რომ არა, მოვიგეთ. სასაცილოს მე ესე დაჟინებით მიყურებდა კუჩებზე რა. ძალიან კარგი. მე რას მიყურებ? აქეთ არ იყო არაფერი საინტერესო და იქით ვიყურებოდი. ესე ხო? 100 ლარი თქვენია. მოდი ახლა დავუმტკიცოთ რომ 200 შეგვიძლია. კი. არა, ეს რა თქმა უნდა. არა, შენ დავკარგო და დავკარგო, კაცო, აი ეს არის. დარწმუნებული ხართ? 100 ლარი უკვე 212 კლაპია, როგორც ენაზე აღნიშნე. ამიტომაც გავაგზავნე. გავაგზავნე. დიახ. კარგი, იქნებ თქვენება. დაფიქდეთ ალბათ როიძა. კი, დავფიქდი. არა, თუ სეიფში ფული არ აგაქვს და იმიტომ გინდათ რომ მიშოროთ. არა, მაგიტომ არის ხო? არის, კი. აში მოვემზადოთ 3. მე არ შემომხედო. 2. 1. კოლას ჩემქმარს ვენახის გვერდზე ცარიელ ადგილზე კარტოფილი ეთესა. ვიღაცა იპარავდა, გაანახე რა. სოფელში ხო ყველა იცობს ერთმანეთს, ეჭი ორ კაცს ეკოდა, რომელსაც ორივე სუკანი ცოლები ყავდა. ხოხიდან აიღო კარდონი, ნახშირი და წერილი მისწერა ქურდს. მე შენი სუკანი ცოლის ასე და ისე. გააკრა ვენახის ბათურზე და დააწერა. იცოდე ხვალიდან ყარავლებდა უნდა გაგაგორო. ჩემმა მახლობელმა კაცმა შეუმჩილა, ჩემ ცოლს ციყვი აქვს და რა უშოლო, არ ვიციო. მე უთხარი, ჩემს დაცესო ქასაც ქონდა, აღარ აქვს. რიდან იკურდა, ქმარი მოუკვდა. მამიდას ვეკითხებ, პირს არის ბან, რასა უგო, პირბან რატო და პირი რა ლაფში დადის? ელბომ რაღაც დააშავა, ნაცევები ეუბნებენ, ამას კი ვეღარავინ გაპატიებთ. ელბო პასუხობს, ფეხებს ვერავინ ვერ მომჭამთ, მამა ჩემის გარდაო. აჰა, ვასოძიას გოგო ჩაიჭრა მისაღებ გამოცაზე და ცოლი ეუბნება რომ ფულო დაგვიხარჯა ხო ერთი ნასწავლიშვილი ჩვენს გოყორებოდაო ისა სამწუხაროდ რო ამოიწურა. მაგრამ აი ეს დავამთავრებინოთ რა თქმა ისტორია. უნდა, დავამთავრებინოთ. ისა ცოლი ეუბნება რომ ფულო დაგვიხარჯა იქნება არ ჩაიჭრებოდა და ჩვენ ისა ერთი ნასწავლიშვილი ჩვენს გეყოლებოდაო. ისა პასუხობს ქალს სწავლა რა თუნდა, ქალმა რაც ის უნდა წაართვა. ფაქტი ერთია რომ ამაზე ვანოს გაეცინებოდა, ხო გაიცინე? გაეცინებოდა. მაგრამ ვერ მოვასწარი. 100 ლარი მქონდა, სამწუხაროდ გავაგზელეთ და დავკარგეთ. იცით რა, მე ერთი კომენტარს გავაკეთებდი თქვენს გამოსვლასთან დაკავშირებით. იყო იუმორის დოზა თქვენს გამოსვლაში, უბრალოდ რა არის იცი? როდესაც ესე როგორც ბეჭდით მედიაში კითხულობენ იუმორს, ესეთი წაკითხული ნაკლებად არის ხოლმე სასაცილო. ამიტომ ცოტა ცოტა თამაში უნდა, ცოტა რაღაცა შემეცნებითი სახე აქვს. უნდა განასახიეროთ რაღაც. აი ესენი ჭირდება, რომ შემდეგ ჩვენ გქონდეს საბაბი იმისა, რომ გავიცინოთ. ეგ ვიცოდი, მაგრამ სიჩქარის გამო გასაგებია. შეიძლება ერთი ისტორია მოყვეთ, ან ერთ წუთში ჩაატიოთ 3, მაგრამ კარგად ნათამაშები ისტორია უკვე შეიძლება იყოს სასაცილო. აი წინა გამოსვლელი ბავშვმა უბრალოდ პაროდია გააკეთა. რაღაცა განასახიერა და გაგვეცინა. ესეც სიცილში გადის. მოსალოდნელია ყველაფერი. ყოველთვის დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზანდით ჩვენთან. იმონაწილევეთ ამ გადაცემაში და რა ვიცი, იმედია კიდე მომავალში ვითანამშრომლებთ. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. აიხარეთ. აპლოდისმენტებით გავაცნობთ. ეს გადაცემა გააცემა მოიგე ძალიან სასურველია ყველა ადამიანისთვის. სიცოცხლეს მატებს, რომ იუმორის გზობა ვისაც აქვს, გამოხატოს და სულ ყველას გაუზიაროს თავისი იუმორი. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. მერაბ დამენია აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო მერაბ. გამარჯობა ბატონო. სალამი და გამარჯვება არ მოგაგოთ ბუნებამ. გაიცინოთ დამოიგეთ ყველა ეს ბუნება. ეასეთი სიხარულით შევხედოთ ხშირად და გესალმებათ აბაში მხიარული ბრიგადა. აბაში დავარნე წარმოშობით და აბაშიდან ჩამოვგანდი? კი. ძალიან კარგი. ბატონო მე რამდენი წელი მზადებით? 59-იანი ვარ, რამდენი გინებთ? 59-იანი, რამდენი გამოდის 59? 15. 55. კი. საქმიანობა უმუშევარი. ლექსებს ხომ არ წერს? საქმიანობა უმუშევარი. არა, ვიყავი მუშაობდი.
ადრე და ახლა არა. სად მუშაობდით თუ საიდუმლო არ არის? არაფერი იქ ჩვენთან სოფელში აგი მხატვრული ბრიგადა იყო და იქ კლუბში მუშაობდი ჩვენთან და ახლა უკვე კულტურის სახლია ჩვენთან იქ აბაშილი იქ მუშაობდი. მუშაობს ახლა არა. არ მუშაობ. საყვარელი ცხოველი ცხენი და ნუ ცხენის ყიდვა გიდათ თახი. აუცილებლად ის დამიბერდა. დამიბერდა ცხენი. ხო, მაგრამ ცხენი რა ღირს? რა ფასებია შენებს? მანქანის ფასი კი აქვს ცხენს გენაცვალა. მაგრამ მე მილიონი წრიდეს და მე ასეთი ცხენი ახლა იმქრომა იმ იპოდრომზე ისეთი არ მინდა მე კაჭკის ცხენი. ტაჭკის ცხენი. ანუ 1000 ლარი მოგვიდა. არა 1000 უნდა 400 იყო. კარგი, მოდი დავიწყოთ მაშინ, რა მოგიბრძანოთ. დავიწყოთ, ხო წესები ვიცით? კი. მაშინ მე წარმატებებს გისურვებთ. ნახოთ, აბა იქნებ მთელი ჯოგი ვიყიდოთ ცხენების. შესავალი მოგეთო შეიძლება კი ბატონო შეიძლება. 91 იყო ფეხბურთი რომ მოიგო ჩემპიონი 1000 რომ მოიგო თბილისზე ნამ. თასთათას. ა? თასთათას. 100 რომ მოიგო მაშინ ჩამოვედი საყურებლად აქ თბილისში ჩემი მეზობლებთან ერთად და მაშინ მქონდა 91 იყო სალამანდრები რო იყო იცი? თეთრი სალამანდრები 150 ღირდა და 100 რაღაც ვირი ღირდა. აი მქონდა ნაყიდი აიდან ახლა ჩამოსულიყავი და მოვედი ფეხბურთზე საყურებლად მეზობლებთან ერთად. და დავიწყო და გარო იმას 3-2-1 შევედი და იმას ფევედი კი სადა ბილეთი ვინ მოგ რაღაცა კი არა ვიყიდე რაღაცნაირად იმა ხელზე მივეცით ფული შესასვლელში და დავდექი აჯარნია და იგე როდგანა რა ქვია სასწრაფები აგან ხალხი როდგანა ფეხად ახლა ჩავდექი და უყურე ვარ ფეხბურთს და მომიჭირა მეორე და გევიხადი აი ფეხსაცმელი სალფეხი მარჯვენა ზები დავადგე ამაზე და უცაები წაგზიო თუ რაღაც არ მასწორ და რო იხულა ხალხმა და რო გამახანენ აქა და დამჭა ფეხსაცმელი იქანი და ზებედი სადა მე ვიზახი ტუფლი გეძახია ბურთი გაკოფლი და გამოვედი ერთი წუთი ბატონო მერა 50 არის თქვენია მართალია მართალია კაი გავიცი და ახლა აქედან რა კარგი ბაისო ტუფლი ხო წავა ტუფლი 50 ლარი მოგაგებინეთ გავაგზავნოთ ბატონო გავაგზავნე მაინტერესებს როგორ განვითარდება 3-2-1 ხო და დამთავრდა ეს ფეხბურთი აქ რას ნახა ასე გამივედი და დაბლაგდები უყურები სადაა ჩემპიონატს მე ვერ ხედავ გამოვედი ცალფი ნასკები და იმენ ტუბლები სალამანდრა მასვია შევხვდით ახლა ერთმანეთ ბიჭები იქანი გარე ბიჭო მე უთხარი ბოდი და ადერმართა ტუბლი არ მაქვს მე ცალ ტუბლი არ მასვია მეთქი აბა რას მონახავო მატარებელი გადისო აფქრათ წევიდა მაღაზია სადმე ვიკითხო და მე უთხარი რამე ვიყიდი და კეტები ვიყიდი კეტები ვამია შაკეტები იყო მაშინ მოთაში გაიგია ეს ისტორია ასე არის თქვენია და ახლა იკეტება მაღაზია თანაც დაიცა გავაგზავნოთ დვამია ჩაკეტები იცი რომელია დვამია ჩაკეტები როგორც რამია ჩაკეტები სამი მაინტი ღირდა მაშინ უთები რო ეხადა კოჭების ადგილას აქედან და იქიდან ეფიცები მინახავს უბრალოდ მე ამცმია მაგძელებ ხო გავაგზავნე კი 100 ლარი თქვენია 3-2-1 ხო და მივედი მაღაზიაზე და აქან დამლაგებელი ხალი ხვეატავ დაწყა ცოცხი დიმალ და მეუბნები იკეტები მინდა მოთხარ ტუბლი სალტუბნას ვიე მოთხარ დამკარგე ეგ სტადიონზე მე და შემიშვი რაყიდიე მოთხარ აუ დაგეტილია ვექვიაზეთ მე და კაი შემოდიო და გამიშვენი იმაში სექციაში საცხა კეტებია იქან და ჩაბიზმანო უნდა ხო ეხლა და კაბოიკა მეცვა ქუდი ქონდა ასე კაბოიკას და იქალმა ხო მოხვედა ყველაფერი მოსუთები ხნა მაღაზია და დებიკუნს გამარჯვე შევინა კეთება და აი ქუდი გადმოვარდა წინ აქან ეს მოჩქები რომ ფუჭამია ყველა ჩოყრინ ჩემ ქუჩი აი ეს მოჩქა გადმომეყარა თავზე აი ქალმა დამწყო ცოცხი მე ახლა მოვხვედი და შენ რა მეკენი აი მიოცა მაღაზია გამიგუნძურდა ხო და აი ცოცხი ასე გამომაგდა გარეთ იმიდა მოვედი საქსი კატა ერთი წუთი ბატონო მერა 200 ლარი თქვენია არგაც მიდიხართ რა ვიცი საინტერესოა ასტრაფად ყვებით ჩქარაგვები კი სწრაფად რომ მოვასწროთ ალბათ 200 ლარი თქვენია აგძელებთ თუ არა მაინტერესებს თუ ვიცი რამდენია უკვე 200 ლარი გვაქვს 200 ლარი აბა შემდეგ ეყოფათ არ მინდა არა ყველამ მე და სხვა დროს მოვა დაიცა ნახევარი ცხენი მოგდის ნახევარი იყოს მე ნახევარად ხავიშობი ნახევარი ცხენიცას იშოვით ხო ალბათ ნისია ვიყიდი და მე მიცემ აი მე მისცემთ შემდეგ გამოსვლაზე რომ გამოყვათ 1-200 ლარი და მე ნახევრად გაისტუმ ხლა ისე ვიღე მაშინ ერდა ის არ მინდა დაამთავრებთ ისტორიას ისე კი ბატონო 200 ლარი შევწუდეთ თამაში თქვენია კი ბატონო ჯარში ვიყავ მე რუსულ ჯარში და აჭარელი მყავდა იგი ნუ ამხანა და აი აჭარელმა რუსული აიცოდა და უძახოდა ოფიცერი ახლა რამნიაის პირნავს ხო იყოდნენ რამნიაის პირნავსა და ამა აიცოდა და ხანას საქმე და თავხანისა და აი გეუბნებოდა კუდას მოტრიშ გრუზინ კუდას მოტრიშ ახლა ეუბნებოდა ხო და ამა დაწერა წერილი სახში და წამაგითხა მე მეკითხულობდი ხანდახან წერილი ერთმანეთს და მივიდი გასულ უწერია დედაია და ბაბაია წამიყვანი აქედან თორე თავს მოვიგლავ აი აბდალი ოფიცერი ყოველდღიურად მეუბნება კუტას მოგჭი მეუბნება ყოველდღიურად
ხოდა იმას ეგონა რუსულად უდასმოწეს ჯობნებოდა ის ამას ეგონა უდასმოწეს კაიციდან ხაზლარიანი ნაკლიანი ცხენის ისტორია იყო მაგრამ ნუ გადაწყვეტილი აი კაი არ მინდა ადამიანი რომელმაც მოიგეთ დევანდელ გადაცემაში წარმატებებს პატუცები დიდი მადლობა მოგზაურობისთვის საფრთხეს გავაც მე მესამნები ყველას ვინც გზაკანე გამოვიდა აკროვის ნაწილობა მიიღო ჩიურის დიდი მადლობა შემეძლო მომეგო 4 ლარი მაგრამ ვიბატოვე ეს არის აცი და ხასიათი მე ყოფამე გუთქართო ისე ვიგებდი 4 ლარი და მე ეს მიმწონდა პროექტი ძალიან კარგი პროექტია აი ხარ და გამარჯობა ვუსურვებ ყველას საინტერესო პიროვნება მეგრულად მოგვიგო ბიჭო 200 ლარი და სტრაფად უცებ და ეს ხაპას ხუპით მოგვიგო კარგი იყო როგორ პირველი 200 ლარი გაჩერდა რა თქმა უნდა სწორი იქნა მაგრამ შეიძლებოდა 400-იც მაგრამ აი სათუო იყო ნახოთ შემდეგი მონაწილეები როგორ გაართმევს თავს მარიამ გაფრინდაშვილი აპლოდისმენტები მარიამ გაფრინდაშვილი გამარჯობა მარიამ გამარჯობა მარიამ ნერვიულო ნუ ნერვიულო ნუ 13 წლის ხო თქვენ თვითონ წერთ ისე ეს რა არის ხანდახან კი ხანდახან აი ხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანეკდოტებია ანეკდოტები ცოტა სახიფათოა მოდიμε თავიდანვე ნუ დავაფრთხოთ არა არის ხო ნერვიულო არა ნიკოლოზი არის არაბი არის თავარია ანეკდოტს როგორ მოგაწვდი ჩვენამდე ეგა მაგას აქვს შეიძლება ვიცოდით ანეკდოტი მაგრამ ისე კარგად მოყვე რომ კიდევ ერთხელ ეგზომ ეს კარგის ნიშანია ნამდვილად აბა შენიცი დავიწყოთ აი დავიწყოთ წესები ვიცით მარიამ დიახ მაშინ წარმატებებს გისურვებ 3 2 1 მაგარი ანეკდოტი მომაწოდეს ესე იგი ვანელი და გურული უფრო კაი გამახსენდა სვანი და მეგრელი დაჭდნენ და არ გამართლა კაი ესე იგი სვანს გაუკეთებენ ოპერაციას და თავის გალას ახდიან და შიგ ძაფია გამბული ამ ძაფს რა უნდა გაიფიქრებს ექიმი და გადაჭეთა ხوانს ყურები დასვიდება მოხუცი მივა ექიმთან და ეუბნება კარგად ვეღარ ვიყურებიო გახედა ფანჯარაში იქ კარგია გვიან მივხვდიო მარიამ ნახევარწუთზე მეტი დაგჭირდა უნდა გითხრა ნუ მაგრამ თავარია რომ მიხვდა მიხვდა და 50 ლარიც მოიგო გილოცავ ჩაანაცვლა რა შევით ვაგზელებს ამას კი გავაგზელოთ მოსმენს 3 2 1 კახეთში ვირი დაეკარგება და სვანეთში იპოვენ დაწყებითების მასწავლებლად მიშა ქალები ხო 3 ქალი არის და გლოვობენ ქმრებს. ერთს გადაეცოლება ქმარი და ეძახის, აუი, ჩემ ქმარს იმდენჯერ უღალატე, ალბათ სათო დავეტრიალებს ახლა კუბოში. მეორედ, ეგ რა არის, ქალო მე ყოველდღე ღალატობ, ყოველდღე ტრიალობს, ალბათ სათო დავედა. მესამეს ეკითხებია, შენ ქალო, ეხცა, ეგ არა, მე არ ღალატობ ქმარს. ქალო, მასეც კი არ შეიძლება, საწყალს ნაწოლები გაუჩნდებაო. სიდედრინე ნეტა სადაური სიტყვაო და ეკითხება ძმაკაცი ანზორს ბერძნული სიტყვაა და ქართულად კიბოს ნიშნავს. ამ დილით ისეთი რამ უნდა ცოტა დავიტანე. ხო, გამეღიმა იმიტომ რომ აი რაღაც გადასვლებია. აი ესე მიდის ანუ ვერ ჩამოყალიბდა რის პაროდიას აკეთებს გავიგე და მაგაზე გამეღიმა. სამაგიეროდ ასე ვარი ჩვენია. მე წამოვიდა და მე ბოლოში ქალური ხმა გახდა და მე უცების. ოდობა აი რადიოს რო აყენე. სადღა ვაყენებ რადიოს, მაგრამ ოდესღაც ხო იყოს. კარგია, მარიამ, ასე ვარი შენია. მაგრამ დაფიქრება გმართებს მეგობრებო. აი ეგ უნდა მეთქვა. ეხლა დაფიქრდი. არა, გძელებ? ბევრი იფიქრე და გადასწორი სწორი განაწყვეტილებაა ჩემი თქმით. აბსოლუტურად. გაიღო სეიფი და გამოვიდა. არც გამეცა, გამეღიმა რა. აგერია. კარგი მარიამ ბილოცო. არია, მაგრამ შეიძლება ბავშვი ახლა არა საჭოა. რეალურად. ბავშვებს არ ვარ. აი ეს. ახამის მადლობა. ძალიან კარგი გადაცემა. ყველას უსურვებ მოგებას. მეც მოვიგე 100 ლარი და მადლობა ყველას.
გადავიდეთ შემდეგ მონაწილე. ვალიკო სულიკაშვილი აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო ვალიკო. გამარჯობა გამარჯობა ბატონო ვალიკო. როგორ გზადები? რა მიშავს ნენელა ტოკავ რა. ხარტი იუმორის ხასიათი. აბა მარა კაც. ესე იგი მოსაგებად მოხვედი. აბა დასაგებად ჩემტერი კაც. მოსაგებად მოეს. რამდენი გინდა? სახში არ მიმიშვებენ. სახში არ მიგიშვები. აბა რატო სახში არ მიმიშვებენ. ესე იგი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ალექსი. ანკეტაში რა ხდება? აქ რომ მოდიოდი ჩემ ბიჭი მეონა უბაში შუქი უნდა გამოთიშო რა რო არ დამინახო. რო არ დაგინახო. ეხლა თქვენ უბაში შუქია გამორთული ესე. ავჭალაში. ავჭალაში. რამდენი უნდა მოიგოთ, რომ სახში შეგიშვა? ხეთლა რამდენი ჭიდება? რამდენამდე? რამდენი? აი ეს ჭიდება რა. 400? 400. ო რა, თუ მოიგე რა, მე შეიძლება. ჰობი არის ძალიან კარგი საინტერესო, კაი პურის ჭამა და დალევა, ეგა ჰობი. ჩვენი ჰობია. ძალიან კარგი. საყვარელი კერძი ყველაფერს ვჭამ. ხო. კარგი გასაგებია. კარგი პროგრამა გაქვთ პატუცები. არის რა. არა უშავს. ნახოთ აბა, დავიწყოთ. წესები ვიცით? კი ბატონო. ვიცით, მაშინ მოვემზადოთ. 3 2 1 ალეკოდია. ვანადია, ხვალ ალჩელდებია, პიტი კაც. ეგარი ორიგინალური დასაწყისი იყო. ისეთი მოლოდნელი 50 რა თქვენი. როგორ ვესროლა. არ ველოდი ასე მოლოდნელი იყო მოლოდნელი. ეხლა პირდა. აი ესე თუ გაგვაუცებთ 1000 ლარზეც ახლა. კი ბატონო, მაგაზე გაწყენებ. იმ დოლარამე მაქვს. ეს ვისი პაროდია იყო? ხალის პაროდია თუ კაცის? ბავშვის პაროდია. ო. კედა 4 წელისა ვარ. ბავშვი ყოფილი. 3 2 1 დედასა. აბა ჩამოდი. აბა ჩემო. აჰა. ყავს ორი გოგო და ბიჭი. ეხლა დათორშვილიანებულია და ქმარშვილიც აყავთ. ხო და ძველ ამბავს ვიხსენებ რა და ორი გოგო შემდეგ ფიქრობ ეხლა ბიჭი რა. ხო უნდა მყავდე ვიყოლიო და ამასობაში ვანოს გაეგიმა. კარგია. ლურსმები. გეხოცები ლურსმები რა. ფურცეში. ეკრიშა ამიხადა და წამოვიღე და მეძინება ხოლმე ტრანსპორტში რო არ დავჭერ, ცხადხუკი გააქვს რა. ორიგინალურია. სამი ფურცელი გადავაბი, მაგრა იქნება. თავი და ლურსმით არის გადამული ფურცლები. პოლის ლურსმები. მომორჩება სტეპლერი ვაჩუქოთ ადამიანს, უფრო მარტივად შეიძლება. გამოდგება კალადის წებო რო გესინჯათ. სტეპლერი თუ შეიძლება. ბატონო ვალიკო, 100 ლარი თქვენია. 100 ლარი თქვენია, ვაგზელებთ ალბათ. კი ბატონო. 3 2 1 ხო, დაფიქრებული ვზივარ ეზოში. და მეზობელი ხნიერი კაცია და შემოვიდა. რა მოგივიდა ვალავ, რა ყურებ ჩამოყრილი ხარ. ეს საქმეა მეთქი და გასავლი რამესაო. ბალიშის ქვესაო, ტელიაგური შადეო, ქვეშ კიდევ მატრასის ქვეშაო, თოხი ამოდეო. და ერთი სუტკა ესე უნდა, ორი სუტკა ესე უნდა იწვევო. იმ მატრასზე რა. არა და ქალსას არ ეცხია გარეცხილი კოხტად გაკრახმანებულ ლოგიში და წვალო ბაგური ამოვიდე ამ ბალიშის ქვეშა და თოხი ამოვიდე იქა მატრასის ქვეშა. კაცო გაგიჯდიო რა საკეთებ ვაფრენო. არა მეთქი. ორი სუტკა ესე ვიწექი. აი ახლა თამტკივა ეს დურგი. გადატრიელება არ შეიძლება არაფერი. ბოლო კეთილა რა შეიძლება პიკალე. ორი სუტკა ეგრევე გავისტელეგამია. ნახა რომ გაწითლდა და 54 წამზე 200 ლარი თქვენია. მაგრამ აი გართულდა. გაიცინებ გიშვება. მოვიდა შუქი ბოლო ალჭალაში. წამებზე არ გადაფი. ალჭალაში შუქი მოვიდა. მოვიდა რა. ო აი ბურმა გაიგო აი. 200 ლარი გაქვთ. ხო არ შევწყვიტოთ თამაში. არა რა უნდა შევწყდო სახში შემიშვებია კაცო. 200 ლარით არ შეგიშვება 200 ლარითაც არ შეგიშვებენ სახში. არა. 400 ლარი. ვალი მაგდე ბუტკებში კაცო. ერთი 100 ლარამდე ვალი მაგ. შვილიშვილი აგეიქაზის. აბა ერთი დაბადების დღეა. თანის ბუტკის ბეპატრონეების გიყურებენ. შუქი მოვიდა. შვილი მყავს, შვილთაშვილი ერთი ხუთმანი გაზეთ ჩავყდი. ერთი 100 ლარი ჯიბეში. ო, აგიწევთ გაგვითულია ყველაფერი. დავიწყოთ 3 შესავალ თუ შეიძლება. კი ბატონო.
ერთ ტუგლი ამყავ რა. პატარა ფინია ძაღლი არის და. აქეთ მოყევით, აქეთ. ხო, პატარა ფინია ძაღლი მყავ. ჭკვიანია რა. ძალიან ნამეტანი ეგეთ ძაღლი არ ამყოლია ცხოვრებაში თორე მანდაც წერია რომ ძაღლი მყავ ესე საყვარელი ცხოველია. ოჯახის წევრათა ფული რა. შემომტანია, გამტანი კი არ არის, შემომტანია. დაწყებული გვაქვს ჩვენი? არა, ისე შესავალს უკეთებ რა და კინის ჭიშკარის ვარატა მაქვს. ვიღაცა რომ დაიძახეს, ყარები ღია რჩება და ეს კიდე გაძრება ხოლმე და ნახევარსად დაიკარგება, მერე მაქვს. მერე მოდის. მეზობლები რო გარეცხავენ ბოტასა, ჩუსსა, რაღაც ყოფენენ იქ. ეს მივა წავლებს შამააქეზოში. ყვილად მოაქვს ფეხსაცმელი. ზომებით. ო, იპაროს რა და მოაქვს ჩემეზოში აგროებს. მეორე დღეს ახლა პატრონი რო გამოვა, ცალი ადგება იმას გადააგდებს. ეს კიდე გაიპარება, კიდე მეორე წვის მაათრებს. ჯართ ახლა რა. 3-2-1. ხო და ეჯერაც 1-2 კვირის უკან რა. ესე გავარდა, ბოტასები ცხოვა მაიტანა. ვაგროვე და მეზობლები მოდიან ჩემთან. აი ტუფლიც, აი. გავიხადო. აი ეს ტუფლიც. ჩემო ტუგლია მომიტანა რა. აი აქ არის ცოტა მგლეჯინდა, მაგრამ გაჭირება ჩაიცნო. ენაცალე მე იმას რა. მესამე დღეს მომიტანა მეორე. და ჩავით წამოედი რა. რა დავკარგავ? მაგრო ჩემო ტუგლი და. ხო და მაიტანა ბიჭო პროტეზი. მარცხენა მუხლის ქვეიდან მოჭრილი. ბათინკა არის შავი. პროტეზს ხო სახლის წინ ფენენ რო გაშ. ხო, არ რო გაშრეს, რეც პროტეზ და დადოი. შენი ჭირი მე ჩათ. კარგია, 400 ლარი თქვენია. ვა, კი, 400 ლარი. პარაკეთ, წადი რა. ხო და მე აღარ გათამაში. არა, დავამთავრე თამაში. ხო, მაგრამ 1000 ლარზე. ის გადაობავით და რო წავაგო მე. ეგეც არ რო წაგო დაკარგა. არა მგონია, მაგრამ 1000 მე მოვიგე. თვალის ხეზე არავითი იქნება დავიძახო მამა ძაღლი იყო. ხულიks მე ძახიან ფეთხუბასა და ხულიksა. აბა. აფიქრე შემარგოს მეტყვა. წავალთ 1000 ლარზე თუ დავამშევირგე. ეროვნული ფეხსაცმელის კოლექცია ქონიათ სახში. ზომებში. არავ. არ მიედო ერთმანეთს. ეს ეს თუ მიედებოდა ესე გაგძელებდა. გავაგზელებდი, მაგრამ კარგი ის პროტეზის ამბავი დაამთავრეთ. იგნებ ისტორია დაამთავრე. პროტეზის ამბავი. ეცები რა ბინდია საღამოა და ბატარეა ავანთე რაღაცა ძიმეთ შემოათრია. ბუხს ქვიდან არის ესე გადაჭრილი. ეხლა სახში მიდევ. ორ კვირაზე მეტი მიდევ რა. ეთყობა სხვაუბრიდან წამაიღო. მაგრამ იმ კაცსა ხონა გაიკითხო, ცალი ფეხით როგორ დადის. მივანათები თუ ფეხი მეგონა, მე თუ სისხლი სად არის და ცუდად გამიხდა გული რა, როგორია უცბად ფეხი ღამე. იქ მიდევ ეხლა რა. ეზოში მიდევ და ტელევიზია ხო გადაიცემა და ტელევიზიის საშუალებით მაგდებნი და მიაკითხეთ ბატონო ალიკოს. ფეხი არის ჩვენთან, სახში. ო რა ვქნა, პროტეზი რო გასწო დაკარგო, რა და მაგარი ეგეთი განცხადება რა. ეჯერა ფეხი ჩემ რო გამოდიხარ, ფეხი ჩემთან. თუ იმას გეცნობათ ეს ფეხი, შეიძლება მოგზადი და წაიღე. მიულოცავთ ბატონო ალიკოს. ვალების გამისტუმრებია და ეგა. ო, კიდე თორექნა. აქედან ჯარში ჩავაბარე ფეხი. კილო ხო არის ეთუ, რუპტრიტრი არის. ესე თქვენ და გიოცავთ. აბა, წარმატებები. ალო, კარგად. აი ხარ, კარგად განდებოდი. აპლოდისმენტები გავაცი. კარგად იყავი. დიდი მადლობა. ძალიან კაი გადაცემა არის. მე რამეზე გეტყვით. მოდით, თქვენთან სადეთ ბედი. აგება და მოგება მედი არის. მე თუ ყველას გისურვებ მოგება. შეიძლება და კიდე თამაში, მაგრამ მე თუ რაც მოგცა, ის კარგიაო. დიდი მადლობა. მეგობრებო, მოდი შევაჯამოთ დღევანდელი. კი ბატონო, რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, ნუ ალბათ გამოვარჩევდი ვალიკოს. ბატონი ვალიკო იყო სასწაული. განცხადებით. დიახ, ძალიან უცნაური განცხადებებით გამოვიდა. რა ვიცი, ჩემს აზრით რაღაცა საინტერესო გამოსვლა იყო. პირველი გამოსვლაც პატარა გოგონა რო იყო 9 წლის ძალიან მომეწონა. კი, პირველი იყო ძალიან ისეთი. კარგი გოგონა იყო, უბრალოდ ნუ არასწორად ქონდა რაღაცეები, რაც მისი
რალი არ არის. მე რა შემიძლია დავამატო? დიდი მადლობა თქვენ, რომ ხართ ესეთი ობიექტურები, მადლობა თქვენ. ხოლო ვინც ეხლა ვიყურებდა და ფიქრობდა რომ მეც როგორ მინდა ამ გადაცემაშიო, დაგეხმარებით აქ მოხვედრაში. თქვენ უნდა გამოვაგზავნოთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ მისამართზე რუსთავი გააცინე ბოდიში ზაგლუკა rustavi.com ან მობრძანდეთ სანდრო ეურის ხუთად ნომერში ან დარეკოთ ჩვენს ტელეფონის ნომრებს და მოხვდებით აქ. ჩვენ კი ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის.